მოგესალმ, აუ, რას მიგავს თმა, იმენა რა გაჩეჩილი ვარ. მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ეს არის მოგზაურობის ვლოგი. ესე იგი, მივდივართ მე, ნია და მერაბი. ნია ყველას გქონია ხოლმე ჩემი დეიდაშვილი, მაგრამ რეალურად არის ჩემი დეიდაშვილის შვილი. ეს გახდა 18-ის ბიძაინა ცვალოს მაგას და პირველი ფრენა იქნება მაგისი და მყავს სამოგზაუროდ რომ მოუნათალო ბავშვი. მერაბი არის ჩვენი საერთო მეგობარი. მივდივართ ერთი კვირით და უნდა მოვინახულოთ 3 ქვეყანა, 3 დედაქალაქი. ჯერ ჩავალთ პრაღაში 2 დღით, მერე ვენაში გადავალთ იქ 3 დღე გავჩერდებით და მერე ბუდაპეშტში 2 დღე. და საშობაო მოგზაურობაში მივდივართ მოკლედ რა, ძალიან მიყვარს შობა და ახალი წელი, ზოგადად ჩემი საყვარელი წელიწადის დროა და სულ რომ გამეტარებინა ცენტრალურ ევროპაში, იმიტომ რომ მან ძალიან ლამაზია ეს საშობაო მარკეტები და ასე შემდეგ და მოკლედ ეხლა ძალიან გამოუძინებელი ვარ, ალბათ მეტყობა და ნელა მოწესრიგდები ვიბანავებისა ესა რაღაცა და წევით. მოკლედ გაიცანით, ქალბატონი ნია და ბატონი მერაბი. ეხლა ვართ გორის სმარტში. რასტაზე ზღარები ხარ? მე გვაინტერესებს შენი განცდები, პირველი მოგზაურობა, როგორი მოლოდინები გაქვს და განცდები. Excited ხარ? Просто მზემანათებს და თან მეძინა ეხა გავიგვიწე და აუ ეს იმენა წამოგორებული იყო ორ სკამზე. მე უფრო ლამაზი გავიჩი. ეხა სულ ლამაზესი ხარ. ორი პატარა კურკლი. მოვიდით ქუთაისის აეროპორტში, გავიარეთ ყველაფერი კონტროლები, ჩეკინები, რეგისტრაციები ყველაფერი და ახლა ვზივართ და ველოდებით თვითფრინავს, რომ ჩავსხდეთ. მალე ჩავჯდებით და შევხვდებით პრაღაში. ნიას აფრენის დროს რეაქციას გადავიღებ. უკვე შეეშინება ვნახოთ. ხო. ია შემოვხედე. ნია მოსასულიერებელი გაგვიხდა. გამოწყულის. გულზე იდებს ხელს ისე. ძალიან ცუდი გრძნობა. აღარ წამოვიდეთ უკან? ანუ ესენი ჩემთან არ არიან. აი მოკლედ ჩამოვიდით პრაღაში და მგონი ამინგერო რატატატა გასაღები ავიღეთ. აუჩე ჩვენი აქ ეს ნახირი რატო მოდის? აი მოკლედ გასაღები ავიღეთ სახლის და ახლა მივდივართ სახლში. ჰაუს ტურს ჩაგიტარებთ ნია რომ მივალთ. მერაბი იდება პროსტა დეკორაციად. მერაბი ძალიან დაიკადა. Welcome. ეს არის ჩვენი ჰაუს ტური, რომელსაც ჩაგიტარებს ნია, ისმით. პირველი, რა თქმა უნდა, საპირფარეშო, ოღონდ მარტო უნიტაზი, ხო? შემდეგი წავბრძანდით. ის კარი არ ვიცი რა არის, იმიტომ რომ არ იღება. აქ შუქი. ძალიან ლამაზია, მართლა. რა მოდერნისტული აბაზანა გვაქვს. და მოწესრიგებული. სარეცხი მანქანა გვაქვს, საპონი გვაქვს. დაიჯე სარეცხი ფხვილი გვაქვს, თუ გავეცხავ. ფენიც გვაქვს. მიკროფონში ილაპარაკე. ბოდიში, ნომიყვირი ხარ. და რას ვგავარ? პირსახოცებიც გვაქვს და ძალიან ბევრი. მერაბი შენ ხوار გაქვს პირსახოცი. გადავინაცვლეთ. შემდეგი. მიკროფონი მიიტანეთ. მობრძანდით. ეს არის ჩვენი სამზარეულო პატარა. ყველაფერი გვაქვს. ეს ტოსტის პური რო ჩავდოთ. და ამოვარდება. ეს არ დაგჭირდება. რა ქვია და მოვიწყო. მიკროტალღური. ეს მაცივარი პატარა. ეს მაგიდა. ეს დივანი იშლება რა თქმა უნდა. ეს ჩვენი დეკორაცია არის, აქ რო დგას. მეზობლის ბავშვი შემოვიდა აქეთნიოთ. შემდეგი ოთახი გვაქვს. მეორე, კი არა და საძინებელი, მეორე არ არის, მაგრამ საძინებელია. ეს დიდი ლოგინი, საწოლი, ეს მეორე, ეს ბავშვი თუ მოგყავთ, შეგიძლიათ. არის წევა, ვენტილატორიც არის. ხედი ვნახოთ ახლა. ვაიმე, რა მოღრონილი ფანჯრებია. ხედი ცოტა. მოიცა გავაღებ და განახებთ. გააღე უკვე? გავაღებ, კიდე ერთი ფანჯარა, ვაუ. პირში ხوار ჩავიტენი ამ მიკროფონს. გადაიხედეთ მეგობრებო.
არც თუ ისე ცუდი ხედი. შეგახსენეთ რომ ვართ ქალაქის ცენტრში თან. თან ორი ფანჯარა არის, ნახე როგორი დაცული არის ყველაფერი. შემდეგი დასათვალიერებელი სივრცე აღარ გვაქვს, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი რუმტური. 10-დან რას დაუწერდი? მე დავწერდი 10, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხალხი დაეტევა. შეგვიძლია ვინმე ორი შემოვისახლოთ აქ დაუწვინოთ და შევიამოყაროთ. და ნუ მოკლედ, აბა ვნახოთ. როგორი რაღაცები და ყველაფერი არის შაქარი, მარილი, ყავა, კოფე, სუნელები. შენ ოღონდ თქვი და ყველაფერს ვიპოვით. თეფშები და ჭიქები. და ღვინის ჭიქები. კი და ესეთი ლამაზი დეკორაცია გვერდზე. მე ძალიან მომწონს 10-დან 10 დაუწერდი რა. კაია. ეხლა ვიგვით 50 ევროს ჩახურ კროჩი და აქ არის ის რა ქვია 1000-ები და რაღაცები და უნდა ვიფიქსავ. ეხლა გავხდებით 1000 მილიონერები ვენ. 1200 სიო უკვე მილიონერები ვარ. ირობო კოპო. მონა ჩობილო. კაროჩე ეხლა ვართ გარეთ და ეხლა ვართ გარეთ და არავინ არ არის გარეთთან. იმენა 9 საათი არის ჯერ და ხალხი უკვე ანუ ქალაქი უკვე ჩამკვდარია. თბილისში ამბობს იწყება ცხოვრება იმენა. რა ვანახო? პატარა. აი ნაბიჯვარი. რა პატარა ძუსხეა. აი ეს ტრამვაი ძალიან საყვარელია. წამო ჩავსხლეთ რა სად მიყავარ არ ვიცი, მაგრამ ჩავსხლეთ პოსტა. აგერ ვიღაცა ფსავს, მოფსა უკვე. აი, ვითომ არ გადამიღია. წავედით. რა ქვია? ანციცი. ანუ, შენობას ქვია ანციცი დუმი. ანახი შენობა. ანციცი, ანუ ის რა ქვია, მოცეკვავე შენობა რა, მოხრილი არის. აი ეს არის დანცი მანცი შენობა, თუ როგორ ერქვა? საყვარლობა ქალაქია, კაროჩე რა. ეს არის Charles Bridge. ერთ-ერთი ყველაზე tourist attraction პრაღაში. ძალიან ლამაზი ხიდი არის, სხვა ქანდაკებები არის, სულ იქით იესოს ქანდაკებაც არის. ჯვარზე რო არის გაკრული და რა ვიცი ძალიან მომწონს ეს ხიდი მოკლედ თან ის ჩანს კარგად პრაღის სასახლე Castle. ძალიან საყვარლობაა რა რაღაც კაი წყნარი ვაიბები მოდის და მომწონს რა კაროჩე. ნია მოვიდა თავის 60-ში. ჟელიბონების და კაფეტების. ძალიან ბევრნაირი ისინი. შემწვარი კვეთს ომლეტი. ქუჩები ხომ მოგწონს? მერაბი. ქუჩები მოგწონს? ლამაზი ქუჩებია, ვიწრო ქვაფენილით და მოკლედ კაი მომწონს რა ესეთ ქუჩები. ცენტრალურ ქუჩებში ვართ ახლა მგონი. როგორ შეაფასებდით KFC-ს, პრაღის KFC-ს? კაი, ცუდია? ბურგერი ძალიან ცუდია, რაღაცნაირი გემოგდა. ხათამი კაია? კი, ეს ძალიან კაია, ხო? რა მეც გავსინჯა ბურგერი ერთი. რაღაც კომბოსტოა? რაღაცნაირი კომბოსტო კი არა, მწვანე ისა ხახვი აქვს. იასამნისფერი და ასახებს იღებ და შემოგარტყა ეხა. და ბარბეკიუ სოუს დიდია ხო ეს? ამ ხელა არ მეგონა და კათამი შეგინდა რა ვნახოთ. ეს მიაყოლე თან ქათამი. კიდე პლუს. შენ გიყვარს ეგეთი დიდი ბურგერები და რაღაც. არა, ცუდი. კაია, ბარბეკიუ სოუსი ხდება. ეს ჩამეტი და უფრო კაი იქნება. ქათამიც კაია. მაგრამ გონი კიდე გიჩვენე ერთ პროსტა ქათამი მიაყოლე. ბონუსად? ხო, კი, პროსტა მიაყოლე ეს. მასე. დესერტად. ეს ის თავგემონი. ეს ხო? სპორტოხლის ტვენი. ეს არის თქვენი ევროპა რა, რო არ ძრება ეს. ეს იზღება. არც ამას არ მოდი. არ ძრება აქ ზოგადად ეგ ან ბოთლებს ეგენ. აი. ძალიან ცუდია. ისე ბურგერებს მიაწაკით KFC, ჩემი ტივა იქნებოდა. გავიღვიძეთ დილა
დილის 9 საათია და გავუღვიძე 7 საათზე, იმიტომ რომ საქართველოს დროზე ვარ ჯერ კიდე მგონი. ნია საუზმობს ქათმის ხორცით. ადიდასი. და მერაბის ბიჭები ვაგზალი, ციგნები, მეტრო. ორ სართულიანების მეორადები. ეხა ამოვიდით ტრამვაიში, არ ვიცით როგორ ვიყიდოთ ბილეთები და იმედი გვაქვს რომ არ დაგვაჯარიბებენ. იმედი გვაქვს. თორე is that. მოკლედ, ეხა მოვიდით მეტროში. ვიყიდეთ ტიკეტს. ვიყიდეთ ბილეთები და ამიერიდან აღარ იმგზავრებთ არალეგალურად. მერაბიმ Starbucks-ში თმა გაისწორა შვილორას გოხა. მერაბიმ იყიდა ლატე. საზიზღრობა. ნიკას fit check. ნაგდი ვაქვს. ნაგდი ციგნები და ნაგდი პატენტები. სადმიდი. მოკლედ ჩავსხედით ტრამვაიში. უკვე ორ ტრამვაიში ვისხდით არალეგალურად და გადავჭით არ დაგვაჯარიბეს. ახლა ფეხს გაფიცებ. გასტანს. უნამუსობა. ხელს თუ გაწევ? იგوامს შეთქები მაგრამ ვაპირებთ რომ ანუ კონტროლერი არის და რაღაცა არ დავაფიქსირებ და შევიდეთ და გაგებინეთ მომენტს. რო ბილეთისვა და არ ამოგვეწუროს ხო მაგიტო? ხო, 90 წუთი გამბილეს და ვაცურებ და Przestęp na metro. გაიგენი კარას გეუბნება. ხვდები? აბანძია. აი Starbucks-ი. ესე მაგარი მახილები არის. ძალიან არავინ არა. ლამაზ ვერავინ არ ნაგეთ. ერთადერთი ლამაზი გოგო მთელ პრაღაში. აი ეს ბანტი გადაიღო. ბანტი და პეპლები ზემოთ შენობაზე. აი იქ მივდივარ. პრაღის სასახლეში. ხო ეგარი. გონი ეგარი. ორი წამივიღებ და არ შეიგინოთ. Bezyczel. Malostranske na most. Zastávka Malostranska. აუ ვიდეოში ვაფშე არ ჩანს ისეთი ლამაზი როგორიც რეალურად არის რა. აზრი არ აქვს. კანჩიტები. ეხა მივდივართ პრაღის ციხესიმაგრეში ეკლესიაში შევალთ. ეს ხო ეს ბებრები დაიღალნენ. ესაც პრაღის ციხესიმაგრე თუ სასახლე თუ რაც ქვია, რავი. ლამაზია. აი ეს დემონები თუ რაღაცები მომწონს განსაკუთრებით გადმოკიდული როა. აი ესე. ნდისლობა. ახლა უნდა შევიდეთ შიით. ძალიან კაი მომენტი დავიჭირე რა გინდა. ეხლა ავდივართ სადღაც დედის ტრაქში. რაღაც ბილეთები ვიყიდეთ, თქო დრის ბილეთები არ ვიცი, რაღაც კოშკში ავდივართ და მე ალბათ გაიხედებით, მან რამე რავი. ნია დანებდა. დაელოდი რა. 287 საფეხური არის. 287 საფეხური. ოკეი. და განადგურებული ნია. ამოვიდით კოშკის თავზე. და ცუდად ვართ იმენა გავიხვითქეთ. მაგრამ მგონი ღირდა, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ხედი იშლება. აქედან ასკარა. კაი, ბოდიში. ეს არ ჩანდა ქვევიდან. ეხა მოვიდით მოლში, მოკლედ, მეგობრებო. ჭკვაზე არ ვჭამოთ, კაროჩე. შევჭამთ. მერე ვივლით მაღაზიებში. ცოტას მოვვლით, მე წავალ სახში დავისვენებ და საღამოს გამოვალთ ქრისმას მარკეტებზე. ეს არის ჩვენი ბუკმანგი, ამათ მაიღეს პეპერონი და მაკი, უნდა გავსვა. და მაკი. მე ავიღე baked pasta და ძალიან კაი ჩანს რა. გემრიელია. if მოკლედ ახლა ნიკა დააგემოვნებს.
კაი. აია. კაია? კი. რა აქ შეგნით? რითის გემოვართ იმენა? მაკარონი კიდე, ყველი. წითელი რაღაც. და რაღაც соуსები აქვს. ტომატი და რაღაც. კაია. მიასთან მოეწონა ეს კაბები და მიაქ სახში მგონი, ხო? შენ კუნძზე რატო ძიხარ? ეს არის ძეგლი. დაცრავად, მაგრამ ეხო კაჩაობს ეს. ბაბლტის სინჯო პირველად. ნახომდის წყალში ოქრე ფუძვლებს რომ იზრდება, ხო იცი? ხო ამას შეხედე შედრები ხია. ისინი აქ მოიცა? იმას კდება. აი, აგ ყავენ ხავცებ. ეხა ჩამოვიდით მეტროში და ჩვენი დაკარგვის მომდევნო ეპიზოდი იწყება. აი ხა? ჰა? მოტვარდომტო. არ გწოვებ. შენ კი არა, მეც დავიკარგები შვილო რა. რა გონია? ესეც მეტრო. და მაინტერესებს ვაგონები როგორია. ჩვენაირი ვაგონი. ჩვენაირი არ არის? შეგნით სხვანაირია ხო? ხო, შიგნით კეთილმოწყობილია უფრო რა. გარედან ჩვენაირი იყო. ახლა გამოვედი და მივდივართ Old Town Square-ზე, რომელიც არის ცენტრალური Christmas market-ები სადაც არის. და ხო, უახლოვდებით რა. ესეც Old Town Square ძალიან ლამაზია, ეს მთავარი პრაღის შენობა, ტაძარი თუ რაც არის. ეს არის astronomical clock, რომელიც ყოველ ზუსტ საათზე, ანუ 7 საათზე, 8 საათზე, 9 საათზე ასე შემდეგ აქედან გამოდიან რაღაც ანგელოზები თუ რაღაც ისინი აქვია მოკლედ რაღაცები და იწყება რაღაც სიმღერა თუ რაღაცა რა. და ეს ასტრონომიული საათი ტრიალებს. და მოკლედ მაგას ველოდებით ახლა. ეხლა ვდგავართ chimney cake-ის რიგში, რომელიც ძალიან დიდია. და ველოდები, იმედია ღირს ამად რო ველოდო. ნახოთ როგორ იქნება. თან просто chimney cakes კი არ ვიღებ, chimney cake with Nutella ვიღებ და ნახოთ. აბა მეგობრებო, გავსვიდოთ chimney cake-ი. chimney cake-ის დეგუსტაცია. პირველი სინჯავს ნიკა. მე გასვიდე. ნია შემდეგი დეგუსტატორი. რამხელა მოკვინჩა? მე მომკვინჩა. აი ხო? ხრაშუნა გაიწაფარი. chimney cake. აბა რა შეტყვით მეგობრებო, შევაფასო. დავაფიქსირე. Короче, ეს არის crunch-ი, კბილი. ორი ის კომბინაცია თან გაიდან აქ მოდი მოახლოვე. გაიდან აქ შაქრები. შიგნით აქ ტყუილი ნუტელა და ეს არის crunch-ი, ცომი. ძალიან ხრაშუნა. ძალიან კაია რა. 10-დან 8-ს დაუწევი შენ. 5? აღია 5? მე დედა დარბიკოს ეს. აი, მე მომენტონა რა. გები მოვიდნენ. ეხა მოვედით ყველაზე ვიწრო ქუჩაზე და უნდა გავიაროთ. თან თავისი შუქნიშანი აქვს. შუქნიშანი რად უნდა არ ვიცი, იმიტომ რომ მანქანა ამას ვერ გაიტევა, მარტო ხალხი დადის, მაგრამ
ზედა მხარეს რომ ამოდის ვიღაც. მართლა? რა შუი ხა? აქ ცხენია ნიკა. მოვედით და დაგვხდა დაკეტილი. კამერით მაინც განახებთ, მაინც. აი ეს არის. ესეთი არის ვიწრო, ესეთი ვიწრო ქუჩაა. ამორა. ნიკა ვასხალი შემოხება. ნიკა, მე ხა მიხდი რას უმეტყველებთ. კაი, ხო, მოდი კამერა შევთქვათ, კაი. წავედით სახელის. ამოდი ხა, მოკლე გზა ნახე, სადაც სახში წავალთ მალე, იმიტომ რომ ხშია. ეხა ჩავსხედით შედარებით უფრო თანამედროვე და მოდერნისტულ ასახე გაგშულო რა იყო. არ ვარ უზდელი კაცო, პროსტა ქართველი ვარ. ანუ უფრო კარგი წარმოიშჩაოთ ხედით რა, ეს უფრო ისეთია, ახალია ხო, ის წინა ძველი იყო და ჯაყდა და რაღაცნაირი და ეს კაი წარმოია. ვაი, ეხა ხატო ჩავაკ. რა ებს ვაკეთებ, კაი. ეხა შემოვედით სახში, კაროჩე. და რაღაცა დაულაგდებით. რაღაცებს მოვაწესრიგებთ. შეიძლება ფილმს უყუროთ რაღაცა ისა, საღამოს ტკბილად სნექებით რაღაცა დავიძინებთ და მერე დილით წავალთ ევროტურში. ვენაში. კარგად ვარ უკვე მე. ადი რა. აქ მინდა გეძახ, წადი აქ. აი, შე კუჭები გაიხადა. კაი. ხო, მოკლედ დავიძინებთ და ხვალ შევხვდებით ვენის გზაზე. რაგად.